კრევეტების ჰამბურგერი, რომელიც მეორე ადგილზეა გაყიდვების მიხედვით. ამისათვის დაგჭირდება სკაგენრორა, ანუ კრევეტების შეზავებული სალათი, თავად კრევეტები და მაიონეზი. ასევე დაგჭირდება მაგრად მოხარშული კვერცხი და კიტრი. ხო და რაც მთავარია, თავად პური. კიტრი გავყოთ შუაზე და დავჭრათ გვერდულად თხელ ნაჭრებად. გავყოთ შუაზე კვერცხი და დავჭრათ სიგრძეზე შეძლების დაგვარად. რაც შეეხება პურს, ვაჭრი ბოლოებს, რომ კარგად ჩაეტიოს შემდეგ შესაფუთ ქაღალდის პარკში. გავჭრათ პური შუაზე და ორივე გვერდზე წავუსვათ მაიონეზი. შემდეგ ვადებ სკაგენრორას სალათას, უკვე გამზადებულს. ზევიდან ვალაგებ დაჭრილ მოხარშულ კვერცხს. მერე ვამატებ კიტრის ნაჭრებს, ოღონდ ისე უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი, რომ დაიკეცება პური, არ გადმოიყაროს, ცოტა ძნელი კი არის ხოლმე. სულ ბოლოს კი ვამატებ თავად კრევეტებს. ზუსტად იმდენს, რამდენიც შეიძლება ჩაეტიოს. მაქსიმალურად. ესე გამოიყურება უკვე გამზადებული ჰამბურგერები და ვიწყებ უკვე ეტიკეტების ამობეჭდას. ამ ჰამბურგერებსაც 3 დღე აქვს ვადა. შემდეგ ვალაგებ უკვე შესაფუთ ქაღალდში და ვაკრავ ზევიდან ეტიკეტს. აი ესე გამოიყურება უცხოელების საყვარელი კრევეტების ჰამბურგერი.